მოყვასისადმი სიყვარული ისეთივე საიდუმლოებაა, როგორც თლიანად ადამიანი არის საიდუმლოება, იმიტომ რომ ადამიანი იმიტომ არის საიდუმლოება, რომ იგი ღვთისხატია. ხოლო სიყვარული იმიტომ არის საიდუმლოება, რომ ის ღმერთის თვისებაა და ორი საიდუმლოება შეერთებული ასევე საიდუმლოებად რჩება და აი ზედაპირული დამოკიდებულება სიყვარულისადმი, აი პროფანაცია რასაც ქვია. მე თქვენ ისე მიყვარხართ, ეს ძალიან ხშირად არ მუშაობს. შეიძლება ვიღაცასთან მუშაობდეს, იმიტომ რომ ვიღაცას მართლა წმინდა გული, არას ნიშნავს წმინდა გული კონდეს, ზნეობრივი გული კონდეს, არა. აბა რას ნიშნავს? ღვთისნების აღმსრულებელი გული კონდეს. გული, რომელშიც ღმერთი ცხოვრობს. თუ ვიღაცას ესეთი გული აქვს, იმის სიტყვები ეგ სწორია. და თუ ესეთი გული არ აქვს, თუ ჩვენში ქრისტე არ ცხოვრობს, თუ ჩვენი ყოველი არა თუ ნაბიჯი, არა თუ სიტყვა, არა თუ საქმე, სუნთქვაც კი თუ ღვთისნებასთან თანხვედრაში არ არის, ჩვენი სიტყვები რომ აი მე შენ როგორ მიყვარხარ, სიყალბის მატარებელია. სიყალბის არა ადამიანური გაგებით. ადამიანური გაგებით, ეხლა თუ ადამიანური გაგებითაც ყველა ყალბია, მაშინ დავიღუპეთ. ღვთაებრივი გაგებით ვამბობ. აი როგორც მაგალითად პეტრეს ძალიან უყვარს უფალი, აი ძალიან უყვარს უფალი. და ეუბნება უფალი რომ ჯვარცმაზე საუბრობს და რომ ტანჯავენ, მომკლავენ, უფალო არ გინდა ეს ეუბნება, რა არის ეს? ეს სიყვარულია. უფალი მის უსაყვარლესი მოძღვარი ამბობს რომ ეს საშინლად დამტანჯავენ და მომკლავენ და პეტრეს რეაქცია ბუნებრივია, ადამიანური და სიყვარულია. უფალო რას ლაპარაკობ, რას დაგტანჯავენ, რას მოკლავენ? გულწრფელი არ არის პეტრე, გულწრფელია. სიყვარულია, სიყვარულია. კარგია, კარგია, მაგრამ უფალი რას ეუბნება, განვეთ ჩემგან სატანა. რამე თუ კაცისას ზრახავ და არა ღვთისას. როცა ჩვენ საუბრობთ სიყვარულზე, სიყვარულის ნამდვილობაზე, ადამიანურ სიბტყეში კი არ საუბრობ. არამედ იმ ეგზისტენციალურ სიბტყეში, რომელსაც ღვთაებრივი სიყვარული ქვია, რომელსაც უფალი ახალ მცნებას უწოდებს, ანუ სიყვარული, რომელიც სამყარო მარიცის, სიყვარული, რომელიც ადამიანურ სიამოვნებებს და სიხარულებს კი არ უკავშირდება, არამედ პირდაპირ ღვთისნებას უკავშირდება, რომელიც შეიძლება მაინდა-მაინც სასიამოვნო არ იყოს. მე თუ მგდევნეს თქვენს გდევნიან, აი, ეს არის უფლისადმი სიყვარული. სასუფევლისაკენ გზა ვიწრო და ეკლიანია, აი სიყვარული ღვთისა. სასიამოვნოა ვიწრო და ეკლიანი გზა, არ არის სასიამოვნო. გდევნა სასიამოვნოა, არა, არ არის სასიამოვნო. 19 წავიკითხოთ. სასიამოვნოა იქ რაღაცები რაც არის ჩამოთვლილი, არა, მაგრამ ეს სიყვარულია, სხვანაირია. და ამიტომ როცა ჩვენ სიყვარულზე საუბრობთ, ჩვენ მე იმასაც ხვდებით, რომ სიყვარულის თავისთავად საიდუმლოებაა და ამიტომ ადამიანი ნამდვილი სიყვარულით როგორ შეიძლება გვიყვარდეს, ჩვენ ძალიან ხშირად ეს არ ვიცით, ამიტომ ეს არის არა უბრალოდ ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანისა, არამედ ეს არის ზებუნებრივი მდგომარეობა, როცა ადამიანს ნამდვილი სიყვარულით უყვარს, ღვთაებრივი სიყვარულით უყვარს მოყვასი. და როცა ესეთი სიყვარული ჩვენში ჩნდება, ჩვენ მაშინ ყველა გვიყვარს. ასეთი ადამიანი თავისუფლდება ეგოიზმისგან. ესეთი ადამიანი იწყებს მზრუნველობას სხვა ადამიანის, თავის საკუთარი თავი ავიწყდება. აი დღეს მაგალითად სახარებაში ნახეთ მართა და მარიამის შემთხვევა, როცა უფალს და მოციქულებს სახლში სტუმრად მიიღებენ და მართა როგორ ზრუნავს. კი, ზრუნავდა შფოთხარ მრავლისათვის, იმიტომ რომ ის მეორე რასაც ვიტყვი აღმატებულია სიყვარულზე, რომელიც გამოხატულია მოყვასისადმი მსახურებაში. მაგრამ ეს ნამდვილია უანგარო იყო და ეგოიზმისგან განთავისუფლებული უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული.